დღეს გაიხსნა ხაშურის იუსტიციის სახლი, რაც არის ხაშურელების რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი 500-მდე სხვადასხვა მომსახურება მიეწოდებათ ხაშურელებს ახალი იუსტიციის სახლში, არის არაჩვეულებრივი გარემო, უმაღლესი სტანდარტების გარემო შეთავაზებული მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა ეს პროექტი გაგრძელდება, არის გაგმილი მომავალშიც რამდენიმე ახალი იუსტიციის სახლის გახსნა და პრინციპში წლის ბოლომდე უკვე დასრულდება მთლიანად ამ პროექტის განხორციელება და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული თანამედროვე სტანდარტების იუსტიციის სახლებით. მე მგონია რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ იქნება შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება რომ გამჭრელობა არის ცუდი სამართლებრივად არის არასწორი ამის მტკიცება არის უბრალოდ შეუძლებელი ერთი დადებითი მხარე რაც აქვს ამ სარჩელს არის ის რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა ამით მან აღიარა რომ ქვეყანას ხავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი თავადვე აღიარებს ამ ფაქტს რაც არის ძალიან კარგი რაც ხება სარჩელს კიდევ ერთხელ ვეთქვი რომ გამჭრელობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. მათ კონტექსტში რომ მეც გავაგზავნე ერთიანად საარჩევნოსია როდის იქნება და იქნებიან თუ არა გარანტირებულად ის პარლამენტის წევრები რომლებიც ახლა არიან პარლამენტში სიაში და პირველ ნომრად თქომ არ მოიაზრებით თქვენ ეს იგი სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე, რაც შეეხება სიის წარდგენამდე არის დარჩენილი 2 თვე და ტრადიციულად ბოლო დღეს შეაქვთ პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ჩვენც ასე ვიმოქმედებთ, სია შევა ბოლო დღეს იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა მანამდე ალბათ სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, აგვისტოს დასაწყისიდან უკვე ჩვენ გავალთ რეგიონებში, გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან, სხვადასხვა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრები. წინა საარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მჭიდრო უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან და ამ შეასრულებას რა თქმა უნდა მაქსიმალურად გამოვიყენებთ. რაც შეეხება დაპირებებს, დაპირებები იქნება ასახული ჩვენ საარჩევნო პროგრამაში. ეს დაპირებები მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა სფეროს. ეს არის ეკონომიკა, ეს არის სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი და ეს შემდეგ ყველა მიმართულებით გვექნება დაპირებები, მაგრამ ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რაც არის გამოხატული ჩვენ საარჩევნო სლოგანში. ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის წარმოებას, ჩვენ შევუნარჩუნებთ ამ ქვეყანას მშვიდობას, მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა და ზეწოლისა, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ჩვენ აუცილებლად უზრუნველყოფთ ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობას, კეთილდღეობის ხარისხი ამ ქვეყანაში მუდმივად გაიზრდება და ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორც ეს არის გათვალისწინებული პარტიის წესდებით, როგორ შედგება ეს სია, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. შესაბამისად, მანამდე, ვიდრე არ მიიღებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. იყვნენ ბათუმში, ჰქონდათ გასვლითი შეხვედრა პარტიელობისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რისი მანიშნებელი არის მსგავსი ტიპის ერთგვარი სააგიტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან აი არჩევნებამდე რამდენიმე ну ის ფაქტი თავისთავად რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო გამჭრელობის შესახებ კანონის მიღება. პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭრელე, მით უმეტეს, როდესაც NGO-ების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს რა თქმა უნდა გამჭრელე. ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული
დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის. ემიგრაციაში მყოფ 10,000-ობით ადამიანს არ გაუხსნიან საარჩევნო არჩევნებს ეხება. თუ 10,000-ობით მყოფ ადამიანს ემიგრაციაში არ გაუხსნიან საარჩევნო უბნებს, საყოველთაო არჩევნების საყოველთაო პრინციპი დაირღვევა თუ არა? საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი. რეალურად ისინი ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას და აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ ნაცმოძრაობამ საბოლოო ჯამში მოახერხოს რაღაცნაირად მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ერთობის შექმნა, მის ინტერესია, რა თქმა უნდა, რომ შედარებით მეტმა ნაცმოძრაობის ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე, სხვა ნაციონალებს, როგორც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ, ანუ მათ სურთ, რომ მინიმუმ სადღაც 40-50 დეპუტატით იყოს წარმოადგენელი კოლექტიური ნაცმოძრაობა პარლამენტში. ამისათვის ჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით ვერ ვლახავენ 5% ბარიერს. რეალურად ერთ-ერთი რამე სulis, რომ ოპოზიცია პარლამენტში იქნება წარმოადგენელი 40-ის მაგივრად დავუშვათ 45 დეპუტატით ან 50 დეპუტატით, ეს არის ერთ-ერთი განსხვავება. ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს დაახლოებით 60% მაჩვენებელი, ასეთ ვითარებაში როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება და საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს, რა თქმა უნდა, კოლექტიური ნაცნობრობა. ბატონო ირაკლი, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებების ცვლილებას რუსულ პროპაგანდად აფასებენ ოპოზიციურ წრეებში. თქვენ რას ფიქრობთ, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამოკიდებულებები რა მხრივ შეიძლება? დღეს როდესაც ამბობენ, რომ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება, ამას აღარ იტყვიან, ან სანქციებს მოხსნიან. და ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებასაც როგორ შეფასებთ გარემო? პირველ რიგში პირველ რიგში თუ ტრამპი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ჩვენ რა თქმა უნდა ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს სამხალხო ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ვერანაირად ვერ ჩავერევით, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთ-ერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთ-ერთი რაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში შეურაცხყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმის გამო, რომ მათი გათვლებით ტრამპი დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს. თუმცა ვერავინ ვერ დაიწყოს ბუნებრივია იმ უხეში რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ გამიმერებ, ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. მაგალითად, რა თქმა უნდა, როდესაც მაგალითად 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ინტერესოცა მიენიჭა მაგალითად DST-ს წევრ მოლდოვას, ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან უხეში უსამართლობა. ასეთი უსამართლობები მე მგონია რომ აღარ მოხდება იმ შემთხვევაში თუ რეგიონში ვითარება მალე ჩვენ გახსოვთ რომ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას. ჩვენ დავაინიციერეთ ისეთი კანონპროექტი
პროექტი, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება პირველივე წელს ამნისტიის კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად არის ზოგადად დაბალანსებული ეს კანონპროექტი, კერძოდ მაქსიმალურად ხედულობაში არის მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი ამნისტიის კანონი, როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს. ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე მოგვითხრობთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთგვარი მუხარა იყო, ხომ არ გამოიყენებს აი ამ სანქციას ოპოზიცია თავისი საარჩევნო დღესდღეობით. ლატვიის პრეზიდენტი იცით რომ გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან, მაგალითად ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთი განცხადება არ უნდა გაუკვირდეს. ამერიკელების განცხადებაზე მინდა რა თქმა უნდა იქნება გამოყენებული, თუმცა ეს მათი საქმეა, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. როდესაც საზოგადოება ისმენს უცხოელი პოლიტიკოსებისგან სამართლიან განცხადებებს, ეს არის საინტერესო, როცა ისმენს უსამართლო განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო. ნატოს გენდრიმის ყოფილ თანაშემწეს განცხადებაზე მინდა ვთქვი, პერნერმა თქვა, რომ ნატოში აღარ შეიძლება საქართველოს გაწევრიანების საფუძვლები არის გულწრფელი, თქვა რა სიტუაცია. თვითონ ნატოს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. ხო, დღეს უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე ნატო აქტიურად ვერ საუბრობს. როდესაც ვითარება შეიცვლება რეგიონში, როდესაც დამშვიდდება ვითარება, იქ შეიძლება საერთო მოცემულობა შეიცვალოს, მაგრამ დღეს ნატოს მხრიდან არის მის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს უმეტული ობიექტური მიზეზი. ამ მინისტრიას რომ გითხრათ, საუბრობენ პოლიტიკურ წრეებში, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, იმ მხრივ რომ ქართულოსნებას წინასაარჩევნო სურს ხმების მობილიზება მოახდინოს და შერჩევითი სამართალი არის ამ მიმართულებით მართველი გუნდის მხრიდან. რას უპასუხებთ ოპონენტებს და რას უგიცავთ? ამნისტიის კანონში აისახება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში პარლამენტის პოლიტიკური ასე ვთქვათ, მიზანშეწონილობის საკითხი, ხო? ანუ პარლამენტი როგორც ჩათვლის მიზანშეწონილად ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდებას იმისთან მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში მეც ვიყავი პირადად ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ერთი, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიგვიღო, ერთი მხრივ მაქსიმალურად განგვეტვირთა ციხეები, ოღონდ ისე, რომ ამას არ გაეუარესებინა კრიმინოგენული ვითარება. თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გაუარესებს ვითარებას ქვეყანაში, სადვარ განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ თავასობს. ამიტომ ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. თქვენ განცხადებაზე უნდა გითხოთ საზოგადოებრივ მოწყობის ეთერში გითხრათ თესავში ბევრი ლექტორია და პოლიტიზირებული და საჭიროა მოხდეს წმენდა 14 წლიანი სტაჟით გაათავისუფლეს თესეოდან ქეთევან ქუთათელაძე. თავადაც სტუდენტებითაც მიუთითებენ ეს თქვენი განცხადება მოყავთ საფუძვლად, რომ თქვენ მიეცით სწორედ პოლიტიკური ნიშნით წმენდას საფუძვლად ამ განცხადებას. წმენდაზე საუბარი არის აბსოლუტური ტყუილი, რაც მე ვთქვი, ის არის ფაქტი. 2004 წლიდან 2012 წლამდე თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობა იყო შეჭრილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მთელ რიგ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე კერძო უნივერსიტეტებში შეიჭრა. თქვენ იცით, რომ სააკაშვილის დედამ ერთლარად მიითვისა საქართველოს უნივერსიტეტი, ერთ-ერთმა ნაცმოძრაობის პოლიტიკოსმა ერთლარად მიითვისა აგრარული უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. ისინი იჭრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში, გახსოვთ იგივე პრაქტიკა იყო მედიაში, სხვა სფეროებში, ანალოგიურად იჭრებოდნენ ისინი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში. რაც შეეხება ქეთევან ქუთათელაძე, არ ვიცი მე ვინ არის და რა ფაქტთან გვაქვს საქმე, მაგრამ რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც მე გავიხსენ, ეს არის უბრალოდ ფაქტი, რასაც დაადასტურებს უამრავი ადამიანი, უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან, პოლიტიკური მოსწრებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში. ეს იყო იმ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა ნაცმოძრაობას სურდა ყველაფრის მონოპოლიზება და ახერხებდა ამას წარმატებით, როგორც მოახერხეს მედიის მონოპოლიზება, ასე პრაქტიკულად ჰქონდათ მონოპოლიზებული თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე კერძო სექტორში. კი ბატონო, კავკასიის ბარომეტრის კვლევაზე მინდა ვკითხოთ. მოქალაქეები გამოიფიქრნენ და აღმოჩნდა, რომ 69% ამბობს, რომ რუსეთ იმპერია, 71% უნდა
და ევროკავშირი. ქართული ოცნების რიტორიკა ხომ იყო, რომ დასავლეთს მომინდა, რას ნიშნავს ეს ქართული ოცნების რიტორიკას არ აყვა ხალხი ერთი ზოგადად ასეთი კვლევები საერთოდ არ არის სანდო, მაგრამ ეს არ არის აქ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ხო, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებით საფრთხეებს და პრობლემებს, ჩვენ საუბრობთ, ვინც ქმნის პრობლემას საქართველოსთვის. და ეს არის გლობალური ომის პარტია და ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ გულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს. უბრალოდ სამწუხაროდ გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა სამწუხაროდ ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში და მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ამიტომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ხვდება ყველაფერს და აქვს სწორი შეფასებები ყველაფერთან დაკავშირებით და სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული წინახის მიუხედავად 2022 წლიდან დღემდე მოახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნა. თქვენ ეთანხმებით გამოკითხულთა უმრავლესობის პოზიციას ბატონო? მე ვეთანხმები იმ მოცემულობას, რაც არის ამ ქვეყანაში, ხო? მოცემულობა არის ის, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის ფაქტი და ეს არის მოცემულობა. მეორე მოცემულობა არის ის, რომ 2022 წლიდან დღემდე გლობალური ომის პარტია, მათ შორის კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით, ცდილობდა საქართველოში ომის მეორე ფრონტის გამოწვევას. სამწუხაროდ გლობალურ ომის პარტიას აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, რასაც მე მგონი მთელი საზოგადოება ხედავს. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ყველა შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს. ბიძინა ივანიშვილზე უნდა გითხრათ, გაკიდა მყარი რეალურად რომ იყოთ მის ნაბიჯებს ქონებას აქეშებს გაკიდა ლაგუნავერის პროექტი, იპოდრომის პროექტი, რა გეგმავს? რეალურად რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მის გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი. მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს ხოლმე საზოგადოების წინაშე და ერთი მთავარი რამე და გაგახსენოთ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო ასე ვთქვათ შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მილიარდი ასე ვთქვათ სადაც არის თქვენ კარგად მოგიხსენებათ, ხო? ასეთ პირობებში სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის უბრალოდ სამარცხვინო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ბოდიში.